მოგესალმებით, მე ვარ ლადო სვანაძე. მინდა გაცნობოთ, რომ რადიო კომერსანტთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერნეტის განვითარების ინიციატივა იწყებს გადაცემად ახალ ციკლს, რომელიც ეძღვნება საკითხებს, რომელიც არის ჩვენ ცხოვრებაში უკავია ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, არა მარტო დღეს, არამედ მომავალშიც დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს და სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს არის ინტერნეტი, ეს არის ინტერნეტ ტექნოლოგიები, მასთან დაკავშირებული საკითხები, ისეთი როგორც არის ინტერნეტის უსაფრთხოება და სტაბილურობა, ბლოკჩეინი, ხელოვნური ინტელექტი, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვა და ყველა საკითხი, რაც კი ეხება ინტერნეტსა და ინტერნეტ ტექნოლოგიებს. ასევე ჩვენ გვექნება საინტერესო საუბარი დარგის ექსპერტებთან, ან თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვა საქართველოში სექტორული მიდგომა და ესეთი სექტორული მიდგომა, როგორც არის მაგალითად ენერგოსექტორი, ისევე ისეთი როგორც არის თქვა საფინანსო, საბიუჯეტო და საბანკო სექტორზე მიმართულებით მიდგომები, ამ მიმართულებით კიბერუსაფრთხოება რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ამ სექტორებისათვის, მნიშვნელოვანია თითოეულია თქვა ენერგოსექტორისათვის და საბანკო საფინანსო სექტორისათვის. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, ჩვენი პირველი სტუმარი, გიორგი იაშვილი, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ასევე ამ დარგის ექსპერტი, სპეციალისტი და საქართველოს არა მარტო საქართველოს, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ აღიარებული ექსპერტი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა და მე მგონი ძალიან დიდი პატივია ჩემთვის პირველი სტუმარი რო არ ამ გადაცემის. ძალიან კარგი. როდესაც ელექტრონულ სერვისებს იყენებთ, მოდი ასე ვთქვა, ელექტრონულ სერვისებს იყენებ, ახალ ტექნოლოგიებს იყენებ, ამას მოყვება ყოველთვის რისკები, საფრთხეები, ხო ასეა თქვა, რომელზეც თქვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე განავითარო რომ მეორე მხარე, რადგან უკვე კიბერუსაფრთხოებითი დაცვა, ამ კიბერინფორმაციული საფრთხეებით რაღაცა უზრუნველყოფა ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით რა თქვა, თქვენი აზრით როგორი შეიძლება თქვა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იყოს თქვა ეს თემა, თქვა ტექნოლოგიების თემა, განვითარების თემა და ასე შემდეგ და რატო არის, მოდი თქვა ასე თქვა მას გასაგებია რომ 21 საუკუნე დგას და ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია, ხო, ყველაფერი და თქვენ რას დაამატებთ ამას? კი ბატონო, ანუ 21 საუკუნე კარგია რომ ახსენეთ გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი გადადის ელექტრონული მიმართულებით, ანუ ელექტრონულ სერვისებზე დამოკიდებული ხდებით და ვართ კიდეც, ანუ ყველანაირად დღის რაღაც ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ აქტივობისას უკვე არჩევანის საშუალებაც აღარ გვაქვს, ანუ ელექტრონულად ვიყენებთ ყველაფერს, ხო, ანუ რაღაც შესაბამისად ამ სერვისების მომწოდებელი კომპანიები, რომლებიც არიან მათ შორის საქართველოში წარმოდგენილები, ამ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ სერვისები იყოს უწყვეტი და როგორც წესი ბიზნეს მთავარი მამოძრავებელი ძალა აქვს ის, რომ მისი სერვისი ან მისი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული მომხმარებლისთვის, თუმცა როგორც წესი ეს კლასიკურად მოდის, თქვა და ასე ვთქვათ, ისტორიულად, რომ პროდუქტის შემუშავების პროცესში ან მეერე ვთქვათ სერვისის მიწოდების პროცესში უსაფრთხოების ანუ მონაცემთა დაცვაზე და თქვა ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულებით არ ხდებოდა მაინდამაინც დიდი ყურადღების გამახვილება. მათ შორის დიდ კორპორაციებში ხაზ არ დავასახელებ, თქვა ქართულები არ არის არც ერთი უცხოურებია, მაგრამ მათ შორის დიდ კორპორაციებში კი არ გავა წელი რო არ ვნახოთ რაღაც კონკრეტული შემთხვევა, რომელიც კიბერინციდენტს უკავშირდება და ის გამოწვეულია იმის გამო, რომ თქვა კონკრეტული ძალისხმევა და რამდენიმე თქვა ძალიან დიდი რესურსი იხარჯება იმაზე, რომ კონკრეტული პროდუქტი ან კონკრეტული სერვისი რაც შეიძლება მალე მიეწოდოს მომხმარებელს, ხარისხზე აქვს მნიშვნელობა და უსაფრთხოება ყოველთვის იყო რაღაც მეორე ხარისხოვანი ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით რისკები ჯერ არ იყო ისეთ თვალშისაცემი, ხო? ინტერნეტის განვითარებიდან 99-90-იანი წლებიდან ნელ-ნელა შემოდის ელექტრონული კომერციის განვითარება, თქვა ფინანსური ტრანზაქციების ონლაინ სივრცეში გადასვლამ კიდევ გამოიწვია ამ რისკების ზრდა და ეხლა ვართ განკარგულ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ნებისმიერ თქვა იგივე პლანშეტიდან, მობილური ტელეფონიდან, ნებისმიერ თქვა არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ყველა ასაკის ადამიანი რაღაცა სერვისს ყიდულობს, თქვა. ან რაღაც გარკვეულ ფასად, თქვა, შეიძლება უფასოდ მიეწოდეს, თუმცა ამის გამო რომ თქვა ფინანსურ ტრანზაქციებს ძალიან მივეჩვიეთ ონლაინ სივრცეში. გამომდინარე აქედან მივიღეთ სიტუაცია, რომ ძალიან მარტივია უკვე ვიღაცისთვის რაღაც კონკრეტული სერვისის
შეწყვეტა, თქვა იგივე რაიმე კონკრეტული ინციდენტის ინიცირება და შესაბამისად ვერ ვიღებთ ჩვენ სერვისს, ან ვიღებთ თქვა რაღაცა ცუდად, ხარვეზები და ასე შემდეგ, შესაბამისად გამოდის რომ ბიზნესი ამ ყველაფრით მიდის ზარალზე, ხო? ანუ ბიზნესს ადგება ზიანი, შესაბამისად დაფიქრდა უკვე იქით მიმართულებითაც ხალხი და სამწუხაროდ ყველა არა, ლაპარაკია ისევ დიდ კორპორაციებზე, რომლებიც მიხვდნენ რომ უსაფრთხოება არ არის მეორე ხარისხოვანი და უსაფრთხოება უნდა გახდეს პროდუქტის, სერვისის ხარისხის შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. ანუ მე რო რაღაცას ვქვა ინტერნეტს მაწვდის პროვაიდერი, მე რო ამაში რაღაც თანხას ვიხდი, ინტერნეტ პროვაიდერი, ჩემთვის, ანუ მისთვის ინტერნეტ პროვაიდერისთვის ეს არ უნდა იყოს რომ უბრალოდ მომაწოდა იმ სერვისი, უსაფრთხოდ მოწოდებული სერვისი უნდა იყოს პრიორიტეტი და არის კიდეც უმეტეს შემთხვევაში. ასევეა ნებისმიერ სხვა პროდუქტთან, თქვა სარგებლო რაღაც პროგრამულ უზრუნველყოფით, ხო? არა, თქვა მისი ფუნქციონალი თავარია, რასაც ვიყენებ და რაც გვინდა, თუმცა უსაფრთხოდ თუ არ ხდება ამ ყველაფრის და ჩემი მონაცემები, რომელსაც მე ვიყენებ პროგრამასთან ურთიერთობისას, რომელსაც გადის თქვა სერვის პროვაიდერსა და ჩემს შორის, მაგალითად როგორც მომხმარებელს შორის ინტერნეტ არხში იგივე ჩემი პირადი მონაცემები, ამ ყველაფერს მე ავტომატურად მინდა რომ იყოს დაცული, ხო? ანუ როგორც მომხმარებელს. შესაბამისად ბიზნესიც მიხვდა ნელ-ნელა და საქართველოში შემოდის ეს თემა, რომ ხარისხის თავარი განსაზღვრელი, ანუ უსაფრთხოება არ არის მეორე ხარისხოვანი და უსაფრთხოება არის ხარისხის განსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი. შესაბამისად თუ არ გვექნება კარგად დაცული უსაფრთხოება, გვექნება კარგად დაცული მონაცემები და კარგად დაცული ინფორმაცია, ხარისხი დავარდება ნიშნავს რომ მომხმარებელი შეგვიმცირდება და ავტომატურად ბიზნეს მოდელი იწყებს თქვა ჩამოშლას, გამომდინარე იქიდან რომ უხარისხო სერვისს აღარავინ არ იყიდის. აი მაგეთკენ მიდის ეს ტენდენცია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან მარტივი მაგალითი ხა არ ვიტყვი კონკრეტულ არაფერს, ვირჩევთ კონკრეტულ ბანკს, მინდა რომ ანგარიში გავხსნა. და დღეს დილით მაგალითად ვნახე ინტერნეტში რომ ამ ბანკის რომელიღაც კონკრეტულ მომხმარებელს გაუტეხეს ასე ვთქვათ ინტერნეტ ბანკინგი და მისგან რაღაცა თანხები გადარიცხეს სადღაც, ხო? ბუნებრივად გამიჩნდა უკვე მე ეჭვი, არ მინდა ვთქვათ ისეთ კონკრეტულ კომერციულ ბანკთან ურთიერთობა, რომელსაც ესეთი შემთხვევა ქონდა, თუმცა არც ვიცი დეტალები, ხო, ვთქვათ რა მოხდა, როგორ მოხდა. ერთი კონკრეტული შემთხვევა ქონდა, შეიძლება ყველას დაემართოს, თუმცა მაინც უკვე ბუნებრივად უარყოფითად განვეწყვე და წავალ უკვე სხვა ბანკში, მეორე ბანკში, რომელსაც მსგავსი შეიძლება არ გამიგია, რომ როდესმე ქონოდეს, ხო? ანუ ძალიან მარტივი მაგალითი, როგორ მიდის მომხმარებელი, მასთან ვისი სერვისის უსაფრთხოა. და არა ის რომ მაგალითად მომეწონა რაღაც ვიზუალი, მომეწონა რაღაც სერვისი, მეტნაკლებად ერთნაირ სერვისს გვთავაზობთ. ახლა უნიკალურ სერვისზე, როცა მიდის, მან ცოტა სხვანაირად არის საქმე, მაგრამ როდესაც თანაბარ სერვისებს გვთავაზობენ, როგორც მომხმარებელს, ბუნებრივად ვირჩევთ რომელიც არის უსაფრთხო, იქიდან გამომდინარე რომ მინდა რომ ჩემი მონაცემები პერსონალური, ისევ და ისევ ფინანსური მთავარი განსაზღვრელი ჩვენთვის და ზოგადად იყოს დაცული. ამიტომ მარტივია ბიზნესისთვის ამის გააზრება, თუმცა საშუალო ბიზნესი და თქვა მცირე ბიზნესი ხშირად უჭირს ხოლმე გამომდინარე იქიდან რომ ერთი რომ ცნობიერების დონეც არ არის მაინდა-მაინც მაღალი, თუმცა მეორე ცნობიერების დონე შეიძლება იყოს მაღალი და ყველას ესმოდეს რა პრობლემაა, თუმცა ამაში ინვესტიციის ჩადება არ იყოს მიზანშეწონილი გამომდინარე მასშტაბებიდან. იქიდან გამომდინარე რომ მცირე ორგანიზაცია ხარ, თქვა მცირე ბიზნესია და რამდენიმე თანამშრომელი ყავს სულ, ეხა ინფორმაციულ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში რაღაც ასეულობით 1000 ლარის ჩადება, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა თანხლებით, კი, ვეთანხმებით, ანუ მაინც სწორედ ამათთვის არის მსგავსი მცირე ბიზნესებისთვის არის და მცირე და საშუალოც კი აუთსორსი, როდესაც შენ ნაკლები დანახარჯის მეშვეობით იღებ იმ სერვისს. ან უსაფრთხოებას იღებ როგორც სერვისს, სხვა შეიძლება მსგავსი ბიზნესისგან, ანუ მცირე ბიზნესგან მიიღო ასევე. ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, როგორც საჯარო სექტორისათვის, ისე კერძო სექტორისათვის. თუ დავთვალოთ, საჯარო სექტორზე და უფრო ძირითადად მაინც კერძო სექტორისგან გავამოხოთ ყურადღება, იმიტომ რომ მე მაინც როგორც პირველად პერსონალურად ხო ვიწევ მაინც კერძო სექტორის მიმართულებით, რადგან მიმაჩნია რომ სახელმწიფომ ზოგადად უნდა გაუშვას თავისი ელექტრონული სერვისები აუთსორსინგზე. მოდით მაინც თქვათ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო ამ ორი სექტორისათვის. კი ბატონო, პირველ ნაწილს რომ მივყვეთ, ასე ვთქვათ, ანუ სახელმწიფო და კერძო შორის განსხვავება, მთავარი უსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ბევრად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია
მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოქალაქეების პერსონალური მონაცემების, მოქალაქეთა სერვისების უსაფრთხოების კუთხით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ხარაც ხედავთ ბოლო წლებში საქართველოსზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრად მეტი აქტივობა ხორციელდება საჯარო სექტორში, თუნდაც კანონმდებლობის დონეზე, თუნდაც პრაქტიკაში არ იყოს რაღაც საუკეთესო გადაწყვეტილებები, მაგრამ კერძო მიმართულებით და თქვა და კერძო სექტორში ვერ ვხედავთ ეგეთ აქტიურობას. ანუ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული იქიდან, რომ თქვა თვითონ კერძო სტრუქტურები, ასე თქვა კომერციული ორგანიზაციები თავის შიდა სამზარეულოს ესე გარეთ არ გვანახებენ, თუმცა მაინც კერძოში ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ფინანსური ინფორმაციის უსაფრთხოება, ანუ ფინანსური ზარალი მოქალაქეებისთვის, ანუ რამდენიმე ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის აღქმიდან გამომდინარე, ვიდრე ის რომ მაგალითად ჩემი პერსონალური ინფორმაცია რომელიმე საჯარო სერვისის გამოყენებით მოიპოვა ვინმე. ანუ ჩემთვის პირველადი ზიანი შეიძლება იყოს ის რომ ვიღაცამ ჩემი ანგარიშთან თანხა გადარიცხა, ვიდრე ის რომ ვიღაცამ ჩემს სახე რაღაც გაიგო. ეს ბუნებრივად ესე არა მარტო საქართველოში, შეიძლება რაღაც გამონაკლისები არის, თუმცა ეს მიმართულება და ამით სწორად აღნიშნეთ. თქვენ გეთანხმებით იმაში, რომ კერძო მიმართულები ძალიან აქტუალური საკითხია, შეტევები იზრდება და იზრდება, მათი მასშტაბები იზრდება, ტექნოლოგიები იხვეწება, ხდება თქო უფრო ბევრად დახვეწილი შეტევები კონკრეტული პირების მიმართ და ამ მიმართულებით ერთ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის მეორე მხარე ისე მომზადებული, როგორც უნდა იყოს. ანუ ჩვენ მხარეს გულისხმობთ, ვინც აქეთ მხარეს ვართ, დაცვაზე ორიენტირებული ხალხი. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან, ბოროტმოქმედები, კიბერდამნაშავეები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზი და რა თქმა უნდა, წამყვანი და მთავარი არის აქ ფინანსური ინტერესი, თუმცა ჩვენ ვიცით აგერ კერძო მიმართულებით იგივე ინდუსტრიული შპიონაჟი არის ესე ეძახიან, რომელიც არის კონკურენცია კომპანიებს შორის, მაგალითად მოპოვება რაიმე ისეთი ინოვაციური და ნოუ-ჰაუ ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის კონკურენტი კომპანიისგან, მათი დასუსტების, ჩვენი გაძლიერების და ასე შემდეგ. ანუ ძალიან გააქტიურებულია ეს მიმართულება და კერძოს განასხვავებს სახელმწიფოსგან ის, რომ პასუხისმგებლობა კერძო სექტორში ყველა ორგანიზაციას თვითონ აქვს. ანუ სახელმწიფოზე ჩვენ ვამბობთ, რომ იცით რა, მე ვარ მოქალაქე, ან თუნდაც ნებისმიერი საჯარო სტრუქტურა თავისი, ასე ვთქვათ, პერსონალი ყავთ, რომელიც იცავს, მეტნაკლებად კარგად, ხა ეს შესაძლებელია, თუმცა კერძოში გვაქვს ის, რომ ესეთი მარეგულირებელი ვინმე ვის ამ კერძოს დაიცავს, ამ მომენტში საქართველოში არ არსებობს. ანუ ყველა კერძო სტრუქტურა პასუხისმგებელია თავის ინფრასტრუქტურაზე, თავის ინფორმაციაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ართულებს საკითხს, იმიტომ რომ ხდება დაგსაქსვა, თქვა დისტრიბუცია ამ ხალხის, ამ სფეროში მოღვაწე ხალხის და ყველა კერძო სტრუქტურას თუ თავისი პერსონალი უნდა ყავდეს და ყავს კიდეც, ეს იწვევს იმას, რომ კოორდინაციაც არ არის კონკურენციიდან გამომდინარე, მასშტაბურობიდან გამომდინარე, თქვა იქიდან გამომდინარე კიდევ რომ ბევრად ნაკლები კომუნიკაცია ერთმანეთში ვიდრე საჯაროში, თუმცა საჯაროშიც ხედავთ რომ არის თქვა მაგხრივ ნაკლებობა კომუნიკაციის, ასე რომ ბევრი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს და სწორად წაიყვანეთ ამ თავიდან აქცენტი სწორად ასვით, რომ კერძოში ბევრად მეტი პრობლემაა. გამომდინარე იქიდან რომ ნაკლები ყურადღება ექცევა და ნაკლები კოორდინაცია კერძო სტრუქტურებს და სექტორებს შორის მithumetes. საჯაროში მეტნაკლებად მაინც ეს რაღაცა შეხვედრები, ოფიციალური მიმოწერა და ასე შემდეგ, ასე თუ ისე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამაკმაყოფილებელია, თუმცა მანდაც არის ძალიან ბევრი თუნდაც აგერ კანონ პროექტთან დაკავშირებით, ვიცი რომ შევეხებით ამ საკითხსაც დღევანდელ გადაცემაში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის და ანუ ბიზნესისთვის ამის კიდევ ერთხელ შეხსენება, ამის აქტუალურობის ხაზგასმა და ასე ვთქვათ, საყოველთაო ცნობიერების ამაღლებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, იმედი მაქვს, რომ ეს გადაცემაც ხელს შეუწყობს. კაი, ბატონო გიორგი, თქვენ კანონმდებლობა ახსენეთ. როგორც ცნობილია, უკვე მიმდინარეობს უკვე ცვლილებების შეტანა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში. ახალი ცვლილებების მიხედვით შემოდის 3 კრიტერიუმი არის იქა, კატეგორია უფრო სწორედ. ძირითადად ჩვენთვის საინტერესო არის მეორე მესამე კატეგორია, რადგან პირველი კატეგორია მაინც სამთავრობო სტრუქტურებს ეხება ესა. მეორე მესამე კატეგორიაში გადის ეს ტელესაკომუნიკაციო ოპერატორები, კომპანიები, ოპერატორები ისეთ ვთქვათ, სილქნეტია, მაგტიკომია, მცირე და საშუალო ტელეოპერატორები. ხოლო მესამე კატეგორიაში შედის საფინანსო, საბანკო სექტორი და ენერგო სექტორი.
პირველ და მეორე კატეგორიაზე ფაქტიურად, მეორეზეც უკვე ფაქტიურად, მათ სუსი აცხადებს, რომ ეს იქნება ჩვენი, ასე თქვათ, დაცვის ქვეშ ყოფი, ასე თქვათ, კატეგორიები, ასე თქვათ, ხო? მესამეზე უკვე იქნება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დოს პასუხისმგებლობა, მათზე დაცულობა. რამდენად შეცდებს სახელმწიფოს, რომ თქვათ, აღასრულოს ეს ყოველივე, ეს ყველაფერი დაკავშირებულია, რამდენად შეცდებს რესურსები, ადამიანური რესურსები რამდენად გააჩნია, სპეციალისტები, კვალიფიციური სპეციალისტები, რა თქმა უნდა, რახან ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემაზე გვაქვს საუბარი, ხო, დაცულობაზე, რამდენად კვალიფიციური, ასე ვთქვათ, კადრები ყავთ სპეციალისტები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსურად, რამდენად არის, ვთქვათ, ყველაფერი, ასე ვთქვათ, შესაძლებელი სახელმწიფოს მხრიდან. თუ ისე და ისე ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დონორი ორგანიზაციებზე ჩამოკიდებული, ასე ვთქვათ, ხო? ნამდვილად სწორი მიმართულებით წაიყონეთ, ანუ გამომდინარე იქიდან რომ ეს კანონპროექტი ახალი ინიცირებულია, თითქმის ყველა ცდილობს მის რაღაც უსაფრთხოების ჭრილში გადაყვანას და ასე ვთქვათ, შინაარსობრივი მსჯელობა მიდის სულ რაღაც კონკრეტულ მუხლებზე, რამდენად პრინციპებია სწორი და ასე შემდეგ, თუმცა ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შესწევს ზალა, ანუ უსაფრთხოების სამსახურის იმ კონკრეტულ სააგენტოს, რომელიც არის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნამდვილად შესწევს თუ არა ზალა ეს კანონპროექტი გათვალისწინებული მოთხოვნები და ასე ვთქვათ აქტივობები დაგეგმოს და განახორციელოს ისე როგორც საჭიროა. ამაზე ძალიან ვთქვათ ისეთი ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს, ანუ იქიდან გამომდინარე რომ კანონპროექტში არ არის კონკრეტული ერთადერთი რაც ფინანსური მახასიათებლები კანონპროექტში არის მოყვანილი, არის თვითონ ამ სააგენტოს საშტატო განრიგი და მისი გაზრდა 8 თანამშრომელზე ლაპარაკი თუ არ ვწდები, 8 თანამშრომელი, რომლის თქვათ სახელფასო ბიუჯეტიც უნდა გაითვალისწინოს და მოითხოვოს ამ კანონპროექტის მიხედვით, რომ უკეთოდ მათ სახელმწიფო ბიუჯეტზე არ არის საუბარი იქ. იქ რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ სპეციალური სოფტები, ანუ პროგრამები, უზრუნველყოფა, სპეციალური ტექნიკა აუცილებელი. სოფტი, რომელიც თქვათ არის საკმაოდ ძვირად ღირებულია, მოგეხსენებათ, თქვენ $9 მილიონი დაიწყება, მისი ფასი ზევით არის, ხო? აი ყველაფერის რამდენად არის თქვათ, ანუ რენტაბელური რამდენად საქართველოს მე რასაც ვამბობდი, რომ საშტატო ბიზნეს თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ხო, აქეთ ამ თვალსაზრისით, ხო, სულ. ხოლო საშტატო განრიგი აქვს დათვლილი და ანუ ამბობენ, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბიუჯეტი გაიზრდება მხოლოდ ამდენით, რაც ითვალისწინებს ამ 8 თანამშრომლის დაქირავებას და სწორად აღნიშნეთ, რომ არაფერი სხვა გათვალისწინებული არ არის, თქვა პროგრამული უზრუნველყოფა, თქვა აპარატურული უზრუნველყოფა, იგივე ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები ამ აპარატურას და სოფტვერს, რომელიც შეიძლება არც არის ჯერ შეძენილი და არც არავის არ აქვს, მაგრამ როცა იქნება შეძენილი, ხო უნდა მართვა და კონფიგურება სწორი და ყველაფერი და ანუ ეს არის რამდენიმე მილიონი და შეიძლება $10 მილიონ ლარზეც კი, როგორც კი თქვა რაღაცა აქტივები გაიგეგმება და დაიწყება უკვე მისი განხორციელება. ამიტომ თუნდაც დავიწყოთ იქიდან ეს კატეგორიები ჯერ არ ვიცით ჩვენ უშუალოდ ვინ მოხვდება, ну ვიცით დაახლოებით, მაგრამ კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის მქონე სუბიექტების სია როგორც კი განახლდება, ეს იქნება ალბათ კანონის შეშვიდან რაღაც პერიოდის მერე, მაშინ გვექნება უკვე სრული სურათი რამდენ სუბიექტზეა ლაპარაკი. თუმცა თუ იმსჯელებ დღევანდელით, როცა 39 სუბიექტია მხოლოდ საჯარო და კატეგორიზაცია არ გვაქვს და არის მარტო საჯარო სტრუქტურებიდან ამორჩეული კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტები, აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ, თუნდაც 39-ვე სუბიექტში 2 ან 3 რაღაც IT კონტროლი, რომელსაც ითვალისწინებს კონკრეტული კანონი მიმდინარე და ვთქვათ, კანონის ძალას შესვლის შემდეგ უკვე ახალი რედაქციაც თუნდაც ეს 29 თითო სუბიექტმა რომ თითო ან 2 თქვა და IT კონტროლი დანერგონ, პირველ წელს ეს რამდენიმე $10 მილიონ ლარზე ადის და არავის არ დაუთვლია ეს, არავის არ უთქვამს, რომ ერთია თქვა კერძო ბიზნესს თქვა და კერძო სექტორს უთხრათ, რომ აი ეს არის რეგულაციები და ჩვენ ამას შევესაბამებოდეთ, კერძოზე მაინც სახელმწიფოს მხრიდან ადვილია თქმა, რომ ამიტომ თქვა შემოსავალი გაგვთ და ბიუჯეტი რეგულაციებში მოვაქცევთ რაღაცა. ბოდიში და კეთილინებეთ და დახარჯეთ, ასე ვთქვა, ეს მიდგომა, მაგრამ როცა სახელმწიფო თავისივე სუბიექტებს ამბობს, რომ ბიუჯეტიდან რამდენიმე $10 მილიონ ლარზე უნდა ავიდეს და ამის ბიუჯეტის კორექტირებას არავინ არ ამბობს, რამდენად მოხდება, რამდენად არ მოხდება, ამიტომ ეს გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ გარდა იმ ხარვეზებისა, რაც კანონპროექტში არის, სხვადასხვა პრინციპული და კონტროლის მიხედვით თქვა რისკები და ასე შემდეგ, ეს ნაწილი საერთოდ გაუთვალისწინებელია რა, ანუ ის რომ ნამდვილად რა და ანუ მე ჩვენ მაქვს ესეთი და ესეთი რჩება, რომ დარჩება ქაღალდზე და რეალური აღსრულება ამისი უბრალოდ ბიუჯეტს არ დაუმტკიცებს ამ საჯარო სტრუქტურებს უმეტესობას თუ მანდ იქნება უკვე პიროვნულ იმაზე იქნება ვინ ვისთან შეათანხმებს და ვინ იტყვის რომ ვინ უფრო მეტად დაასაბუთებს რომ მე მჭირდება და ვიღაცა ყოველთვის დაიჩაგრება მიხედვით რომ კანონი უნდა იყოს ყველა საჯარო სტრუქტურისთვის იგივე თუ ამბობთ რომ ეს ყველა სუბიექტი არის კრიტიკული
კერძო შემთხვევაში შედარებით მარტივია, იმიტომ რომ იქ მარტივ რა თქმა უნდა არ არის, იქაც ახლა ბიუჯეტია გასაზრდელი, თუმცა სახელმწიფოს ბიზნეს მოდელი გაითვალისწინოს ეს ხარჯები. ეს უნდა ბიზნესთან გაითვალისწინოს. ეს ხარჯი ესეთი ხარჯი, რომელსაც მოგება არ მოაქვს ფაქტობრივად ბიზნესად. აი ეგეც არის მნიშვნელოვანია, რომ მოგება არ მოაქვს და რამდენად ინვესტიციის კუთხით რამდენად უღირს ბიზნესს, თუმცა რახან რეგულაციები იქნება, მაინც მიჩნეულია. მე ვამბობ სახელმწიფოს მხრიდან პოზიცია ისეა, რომ ბიზნესი მაინც გადაიხდის. დაახლოებით ეგეთი მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს ძალიან დააწვევა, ვთქვათ ეს კონკრეტული ცვლილება, მაგრამ აი სახელმწიფოს მხარეს საერთოდ არ არის არაფერი ამაზე და ამასთან დაკავშირებით და უბრალოდ არც ფიქრობს არავინ თუ უბრალოდ ქაღალდზეც არ არის გადმოტანილი, რომ რამხელა რესურსი დაიხარჯება მარტო ფინანსურს ვამბობთ ამ ყველაფრის განხორციელებაზე, თუნდაც მინიმალური ვთქვათ მიდგომებით რომ და მოხდეს კანონის აღსრულება და მეორე თქვენ რაც აღნიშნეთ ფინანსურის გარდა ადამიანური რესურსი. რა თქმა უნდა. მოგეხსენება ჩვენ რომ რამდენი ძალიან ცოტა ამ მიმართულებით ხალხი ვინც მუშაობს ჩვენ ასოციაციაში აგერ რამდენიმე ადამიანი კიდევ ველოდებით ეხლა სულ ახალხანს ვარ დაფუძნებული და გაწევრიანებას, თუმცა სასრულია თან ძალიან ისეთი ყველას რო ვიცნობ დაახლოებით ეგ რაოდენობა ადამიანების და ამ ადამიანების გარდა ვთქვათ ვინ შეიძლება რომ ამ სუბიექტებში იყვნენ ამ კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის არ მოხდეს რა თქმა უნდა მოხდეს ახალი კადრების მოძიება, ცნობიერების ამაღლება, გაზრდა, თუმცა ეს ერთჯერადად თქვა რომ უცბად ყველას მოთხოვოთ ინფორმაციულ უსაფრთხოების სპეციალისტის საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტების არსებობა ორგანიზაციებში ძალიან გაჭირდება. არა მარტო ინფოსეკის მიმართულებით თქვა საიბრის ანუ კიბერუსაფრთხოების მენეჯერიც აუცილებელია ხო იყო ტექნიკური სპეციალისტი და ასევე უკვე ახალი ცვლილებები შედის პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ კანონში, რომელიც ავალდებულებს უკვე კონკრეტულ ორგანიზაციებს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის არსებობას, ნუ იქ არის გარკვეული კრიტერიუმები, თქვა რა რაოდენობის მონაცემებია, ანუ ორგანიზაციის მასშტაბიდან გამომდინარე, თუმცა ოფიცრის არსებობის გარდა იქ ბევრი სამუშაო ისეთი, რომელიც რეალურად ამ მომენტში შეთავსება უწევს კონკრეტულ რომელიმე თანამშრომელს ორგანიზაციაში, იგივე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან ურთიერთობა, თქვა რაღაც ინფორმაციის მიმოსვლა და კოორდინაცია ამ ეტაპზე როგორც წესი ყველგან თითქმის საშუალო ორგანიზაციებში საშუალო მასშტაბის ორგანიზაციებში ადგილობრივი კადრი ითავსებს ამ ფორმით ურთიერთობას ინსპექტორთან, თუმცა როგორც კი თქვა კანონის შევაცვლილებები, როგორც კი რაღაც მასშტაბი გაიზრდება, მინიმუმ დიდ კომპანიებს მოუწევთ პერსონალური მონაცემების კუთხით კონკრეტული ადამიანის გამოყოფა, ეს კიდე ცალკე რესურსია, კვალიფიკაცია უნდა ამ ადამიანს, უფრო მეტი თქვა იურიდიული განათლება, უფრო მეტი თქვა კანონმდებლობის ცოდნა ჩვენი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ფინანსურს დავანებოთ. თავი შეიძლება ფინანსებს ეშველოს, გამოყოს ვინმე ბიუჯეტი და ასე შემდეგ, თუმცა რეალურად გჭირდება კადრი, ვისაც ამ ყველაფერს ანდობ. ძალიან კაი, ჩვენ ვახსენეთ აქ ფინანსური კრიტერიუმი ფაქტიურად, რაც თქვა ძალიან პრობლემური იქნება სახელმწიფოსაც მომავალში აღასრულოს, ასე თქვა ეს კანონმდებლობა, რაც თუ შემოეთო დამტკიც და ერთი და შემდეგ მეორე ეს არის ადამიანური რესურსის ყოლა, ხო ასეა. მე ზოგადად ვიხრები იქით, რომ თქვა სახელმწიფო უნდა გაუშვას ელექტრონული სერვისები თავისუფლად, ანუ ბიზნესში უნდა გაუშვას. აუთსორსინგად უნდა გაუშვას ეს ყველაფერი, ხო? შესწავლოს ეს რაც გაცილებით თქვა ასე თქვა აამაღლებს, ასე თქვა მე რო თქვა კომპანიებს შორის კონკურენცია წარმოიქმნება, ახალი კომპანიები შეიქმნება, ასევე ადამიანური რესურსის ადვილად მოიძებნება და ყველაფერი, იმიტომ რომ ბიზნესი თუ დაინტერესდა იმით, რომ თქვა ექნება გარკვეული წილად ასე თქვა მწვანე ანთებული სახელმწიფოსგან ამიმართულებით. მე თქვა ამ სერვისების განხორციელებაზე და ამ შემდეგ ვფიქრობ, რომ ბიზნესი თავის თავს ასე თქვა წარმოაჩენს და განავითარებს ამ მიმართულებით და გაიზრდება კიდევაც ხოცია. იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა ქვეყანას შეხედოთ თქვა დასავლეთი იქნება შტატები იქნება, საერთოდ იქნება ყველგან მსგავსი ასე თქვა პრაქტიკა არსებობს და გამოცდილება არსებობს. ეს თქვაც მოგთ ამას დაკავშირებით მეგონი თქვა აუთსორსინგისა ყველაზე თქვა მისაღების თქვა თემა იქნება. ძალიან პოპულარულია თქვა იგივე კერძო სექტორში ანუ აუთსორსის მიმართულება, ასე ვთქვათ, არა იმ კლასიკური სერვისების, ვთქვათ, რაც ისედაც ყველა მიცოდა, რომ რაღაც კომპანიას უკეთავ და აკეთებდა, მაგალითად, იგივე პენტესტინგი და ასე შემდეგ, რაღაც სერვისები, რომელიც კონკრეტული სპეციფიკას მოითხოვდა და არავის არ ქონდა ამის ფუფუნება, რომ თვითონ ყოველდა სპეციალისტები, თუმცა ეხლა აქედან ამის გარდა უკვე ძალიან ბევრი ისეთი უკვე უსაფრთხოების სერვისები მთლიანად შეიძლება აიღოს აუთსორს კომპანიამ და ის გაწიოს მაგალითად აუთსორს კომპანიამ და მათ შორის ეხლაც ანუ
სახელმწიფო სერვისების აღმასრულებელი, ვთქვათ, სახელმწიფო კონკრეტული უსაფრთხოების მიმართულებით, ვთქვათ, სტანდარტის აღსრულებაზე, აუდიტზე და ასე შემდეგ, ცალსახად უნდა იყვნენ კერძო კომპანიები, ეს მიდგომა აშკარად უფრო სწორია, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ჩვენ ვაკეთებთ რაღაც ხარისხზე ორიენტირებას, ხარისხზე ორიენტირება კონკურენციის გარეშე ვერ გამოვა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიმე სააგენტო შემოდის, თქვა ინიციატივით, რომ ეს გააკეთოს რაღაც მიზერულ ფასად იმის გამო, რომ ეს მაინც მის საქმიანობაში შედის და არაფერი არ უღირს და ამას აკეთებს რუტინულად, ეს ბუნებრივად მოქმედებს უკვე ხარისხზე, შესაბამისად კომპანიებს ბევრად უნდა ერჩივნოთ, რომ გადაიხადონ, თქვა რაღაც გარკვეული თანხა და არ თქვა იგივე მიიღონ ის რაღაცა ცოტა მაღალი ხარისხი მინიმუმ და თუ შეიძლება განსხვავება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ის რომ სახელმწიფოსგან მიიღონ რაღაც მიზერულ ფასად მონოპოლიზებულ პოზიციაში ჩაყენებული სააგენტოსგან, თქვა. ეს პრაქტიკა ბევრგან არის დანერგილი, თქვა ჩვენთანაც მაგალითად აუდიტის შემთხვევაში, ინფორმაციის უსაფრთხოების აუდიტის შემთხვევაში ამჟამინდელი პრაქტიკა მუშაობს ეგრე რომ თქვა მონაცდა გათვლის სააგენტოს აქვს აკრედიტირებული ორგანიზაციების 4 ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ჩაატარონ კანონთან შესაბამისობის აუდიტი. და ეს 4 არ არის პრინციპში ბევრი, თუმცა საქართველოსთვის მაინც საკმარისია, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ კანონის აღსრულება ისედაც პრობლემებთან და ხაროზებთან იყო დაკავშირებული, რეალურად ვერ ამოქმედდა ერთ-ერთი ეს ორგანიზაცია, თორე პრინციპი ძალიან სწორია, კარგია, უნდა დააწესოს სახელმწიფო სტანდარტი, თქვას რომ მე ვაწესებ ამას და ამის კონკრეტულ შემოწმებაზე მესამე მხარეს ვენდობი. ხო და ეს მესამე მხარე არ უნდა იყოს ყველა კომპანია, არ უნდა შეელოს ნებისმიერის მოყვანა, უბრალოდ უნდა შეელოს იმ ჩამოთვლილი კომპანიებიდან, ეგრეთ წოდებული white list-დან, რომელიც წინასწარ შეამოწმა სახელმწიფომ ენდობა და იმათ გადაულოცა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის კეთება და არა ის, რომ თქვა ამ კონკრეტულ სტრუქტურას ყავდეს in-house სპეციალისტები, რომლებიც დღე და ღამე უნდა იყვნენ იმაზე, რომ 50 სხვადასხვა და მეტ სუბიექტს, არ ვიცით რამდენი იქნება, მოემსახუროს ამ კუთხით, რომელიც ცალსახად ხარისხზე იქონიებს გავლენას, იმიტომ რომ დამატებითი мотиваცია არ არის ფინანსური, მასშტაბი ბევრია და რამდენიმე ადამიანმა უნდა მოახდინოს ბევრი სტრუქტურის მომსახურება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი კერძო მიმართულებით იგივე უსაფრთხოების SOC სისტემები, ხო? ანუ Security Operations Center. კი, ანუ ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების, რომელიც შეიძლება მოემსახუროს ბევრ ორგანიზაციას, ესეთი ანუ SOC-ები როგორც წესი არის ცენტრალიზებული და სახელმწიფოს მხარეს არის ხოლმე, თუმცა კერძო SOC-ები არის სექტორულად განვითარებადი, ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის ეს პოპულარული, მაგრამ აი როგორც ახსენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვა სექტორულად სხვადასხვა საენერგეტიკა სხვა SOC-ები და ასე შემდეგ, ანუ ეს რა ხდება, არის კონკრეტული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, რომელიც უსაფრთხოების სერვისებს, ინციდენტებზე რეაგირებას და ასე შემდეგ სთავაზობს კონკრეტულ მომხმარებლებს და ეს მომხმარებლები არიან თქო ბიზნესის წარმომადგენლები და ეს ბიზნესის წარმომადგენელი თვითონ წყვეტს, ანუ თუ ენდობა ამ კონკრეტულ კომპანიას მისი SOC-ით ისარგებლებს და მისი უსაფრთხოების სერვისებით. ამიტომ ეს უსაფრთხოების სერვისების ცალკე გატანა კერძო სექტორისთვის მომგებიანი უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან რომ აღარ მოუწევთ სათითაოდ საკუთარ ინფრასტრუქტურაში უსაფრთხოების რაღაც მიმართულების ინტეგრირება, რამდენი შეიძლება შეთანხმდეს თქვა 10 ორგანიზაცია, 15 ორგანიზაცია, მოდი ჩვენი ძალები დავაფუძნოთ, თუ არ გვინდა მაინდა-მაინც ვენდოთ ვიღაცას, დავაფუძნოთ ჩვენი ესეთი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ცენტრი, ასე თქვა SOC-ი, რომელშიც იქნება, რომელსაც ვენდობთ ჩვენ ყველას დაარსებულია და ჩვენ გაგვიწევს მომსახურებას. ანუ ხარჯების მინიმიზაცია ხდება და რეალურად ბევრად უფრო მარტივად. რა თქმა უნდა, სექტორული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საფინანსო სექტორზე ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, საფინანსო სექტორი, ენერგეტიკის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაზღვევო ჯანდაცვის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია. SOC-ებს რაც შეეხება ფაქტურად ჯერ არ დამტკიცებულ დროზე არ ვიცი კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაში წერია იქა პირდაპირ კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი, ანუ Cyber Security Operations Center შექმნა არსებული CERT-GOV-ის ბაზაზე. CERT-GOV-ი დღესდღეობით ფაქტიურად კი მუშაობს, მაგრამ გარკვეულ ფინანსური პრობლემებიც აქვს, არასწორად დაფინანსება აქვს, არასაკმარის დაფინანსება აქვს, არასაკმარის რესურსი გააჩნია და რამდენად ამას შემდეგ განავითარებს ამას ეს მეორე საკითხია უკვე. და რამდენად შეძლებს უკვე ის თქვა საფინანსო და საბანკო სექტორისა და თქვა იგივე ენერგო სექტორის დაცვის უზრუნველყოფას. ხო? ეს თქვა ესე ძალიან პრობლემური თემა არის.
მე აქვე მინდა შევეხო თქვენ ასოციაცია ახსენეთ. საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია, ხო? ამაზე ორი წუთი არ გვეტყვით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ახალი თემა არის. ფაქტობრივად მე მგონი გუშინ დაფუძნდა რაღაცა. კი და ვინ არის რა მიზნები გაგაჩნიათ და თქვათ რა საერთოდ მიდიხარ თქვათ. ძალიან კარგია რომ ეს თემაც წამოვწიეთ. ასოციაციის დაარსების იდეა პრინციპში რამდენიმე ბოლო პერიოდში აქტიურად ქონდა, თანამოაზრეებს თქვენთან ერთადაც ქონდა ეს განხილული. შესაბამისად უბრალოდ ყველა იქიდან გამომდინარე რომ ყველა ჩვენი რაღაცა ლაპარაკი აქვს პროფესიულ გაერთიანებაზე. ანუ ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების პროფესიულ გაერთიანებაზე. უბრალოდ რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო, იმის გამო რომ ყველა ჩვენი რაღაცა საქმეები, თქვა პროექტები და ასე შემდეგ, ამ კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის ვერ მოვიცალეთ აქამდე, თორე არაფორმალური გაერთიანება ჩვენ დიდი ხანია გქონდა, თქვა აზრთა მიმოცვლისთვის, თქვა ერთიანი პოზიციის შეჯერებისთვის და ასე შემდეგ. თუმცა კონკრეტულ ამ კანონპროექტის მიმართულებით მუშაობა მეც დააჩქარა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ მოგვიწია ფორმალური სახით რაღაც პოზიციების დაფიქსირება კანონპროექტთან შენიშვნების და ასე შემდეგ. ამან დააჩქარა უბრალოდ ის პროცესი, რომელიც ადრე იყო უკვე ინიცირებული და ზუსტად ამ დღეებში მოახერხეთ დარეგისტრირება დამფუძნებლებიც ერთად ვართ ჩვენ. კი ბატონო, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია პრინციპში ვაერთიანებთ როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ანუ შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია ან რაღაც ასე შემდეგ, ასევე ფიზიკურ პირებზე ელაპარაკი, ძირითადად ახლა დამფუძნებლებიც ვინც ვართ ჩვენ და ფიზიკური პირები ვართ, თუმცა ორგანიზაციები უკვე ყავს, რომლებიც შემოვლენ ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ რომ გაწევრიანდნენ და ძირითადი ვთქვათ мотиваცია, ძირითადი მიზანი ჩვენი ასოციაციის არის ამ მიმართულების, ასე ვთქვათ, წამოწევა ქვეყანაში, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, თანამშრომლობა ყველასთან, მათ შორის მთავარი სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ვთქვათ კოორდინირება, არჩევების, კონსულტაციების მიცემა რა როგორ ჯობია და ასე შემდეგ, ამ სფეროს განვითარებისთვის, ასევე კერძო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერა, იმიტომ რომ კიბერ ეკოსისტემა რეალურად ყველას მოიცავს და როგორც თქვით, რომ სახელმწიფო მაინც ასე ვთქვათ მარეგულირებელი და კონტროლის განმახორციელებელია საჯარო სექტორში და ნახა კი შემოდის უკვე აქედაც, მაგრამ ამ მიმართულებით კერძოს არ ყავს ასე ვთქვათ რაღაც კონკრეტული პასუხისგებელი პირი, შესაბამისად ასოციაციის ერთ-ერთ მიზნად იქ გვაქვს დასახული, რომ ამ მიმართულებით კერძო სტრუქტურებს გავუწიოთ საკონსულტაციო მომსახურება, ვთქვათ, ნებისმიერი სახის დახმარება, რაც შეიძლება მათ გამოადგეთ ამ კიბერსაფრთხეებთან ბრძოლისათვის და მთავარი ერთ-ერთი მიზანი კიდე ამ მიმართულების სპეციალისტების გაერთიანება კონკრეტული მიზნებისკენ. ანუ ქსელის ჩამოყალიბება სპეციალისტების, ერთმანეთთან კოორდინირება, ხშირად არის ხოლმე მიხვდებით, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ერთმანეთს შეიძლება ისე ვიცნობდეთ, თუმცა რაღაც შეხვედრები, რაღაცა შეიძლება ვინმე იყოს, ვისაც არ გქონდეს თქვა ისე შეხება და შესაბამისად ასოციაცია არის კაი პლატფორმა, რომ ჩვენაირი თქვა შეიძლება ვიღაც ჩვენი მიმართულებით მუშაობს ადამიანი, გაიგებს თქვა ამ ასოციაციის შესახებ ფორმალურ პროცედურებს გაივლის და გახდება ასოციაციის წევრი, სადაც შეიძლება რეგულარულად შეხვედრები, თქვა სხვადასხვა ვორქშოპები, სემინარების საფუძველზე ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა ხალხთან შეხვედრა. დიდი მადლობა, მოკლედ გისურვებთ წარმატებებს ასოციაციაში და პირად ცხოვრებაში და მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გიორგი იაშვილი, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მე ასევე მინდა დავამატო, რომ გადაცემა, რომელიც წავა, ასე ვთქვათ, მომავალში რადიო კომერსანტზე, შეგიძლიათ უსმოთ FM 95 და 5-ზე. ასევე გემშვიდობებით, დიდი მადლობა.